დაგიბრუნდით მეგობრებო ჩვენი ახალი ვლოგით. ამჯერად ზამთრის ბაკურიანიდან ლიტა ფაქტიურად აქ გაიზარდა, იმიტომ რომ რაც ელენე ორსულად იყო, ჯერ ორსულობით. ხო, ჯერ მიცელში და აქ რო ჩამოვედით. მე რო დაიბადა იმ სეზონზე საფუძს ვიყავით და ეხლა ზამთარშიც მოკლედ ჯერ სეზონი არ ჩაუგდია. ამ ვლოგში ჩვენ გაჩვენებთ ტოპ 10 აქტივობას, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთოთ, როცა ჩამოვხვალთ ბაკურიანში, კრისტალში თან ზამთარში. ლიტა მზად ხარ სასრიალოდ? ლიტაც რა თქმა უნდა ვასრიალოთ, ხო ლიტა? ამის ზომა ბათინკებით უნახეთ და თხილამურებით. ანუ ჩვენ ვნახავთ აუცილებლად. დავით. დროა დავიწყოთ ჩვენი პირველი აქტივობით და ეს იქნება რა თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი თხილამურები. თხილამურებზე მე არ ვდგარ ვარ არასდროს. და გუშინ ვისწავლე სრიალი, გუშინ მინდექი პირველად ინსტრუქტორი მყავდა და ცოტა რაღაცეები ამიხსნა და ეხლა უნდა დავდგე მეორეც და ვნახოთ როგორ გავამივა. აბა როგორი მაგარი ბიჭია. რა ვისწავლე ერთი შევხედოთ. კრისტალს აქ თავისი თხილამურების გაქირავების სივრცე. ანუ ესე გამოვედით სასტუმროდან, ეგრევე წინ არის თხილამურების გაქირავების სივრცე და ოდნავ გვერდით არის უკვე საბაგირო რით სადიხარ ტრასაზე. მოკლედ, ყველაფერი ერთ სივრცეში როა ძალიან კაია. ხო, ეგ ძალიან დიდი კომფორტია სასტუმროდან რომ გამოდიხარ და ეგრევე ტრასაზე ხარ და მანქანით 1 საათის სიარული არ გიწევს რომ ვიხვიდე სასრიალო ადგილამდე. თან ძალიან კაი ტრასაა, სასრიალო თვითონ. ამას ხელი მოკიდე ეს ჩამოდი მაგრაც ურავს. დავედით. გამარჯობა. გცალიათ ბიჭებო? ყველაზე ლამაზი თხილამურები მოგვეცე. ხა გიოსნო ვარდისფერი. ხო გიო? ვარდისფერი არა ეს. წითელი ვარდისფერი თხილამური უნდა გიოს. წავედით? წავედით. დამჭა. მოკლედ არასდროს არ მომწონდა თხილამურებზე სრიალი და აი ამ წელს კრისტალის ტრასაზე მივხვდი რომ მომწონს. და მე მგონი გამომდის. ავიღოთ ახლა საბაგიროს ბარათი და დავიწყეთ სრიალი. დავით. დამო. მოკეთ, როგორც გითხარით, მე გუშინ დავდექი პირველად ცხოვრებაში თხილამურზე არ მდგარ და აი ჩვენი ინსტრუქტორი ასმათიც მოხდება, რომელიც არის ზეოქრობოდო. ერთ ასლაზე მართლა დავამუღამებინა ყველაფერი რა. ხო ჯერი მოსწავლე გამოდეთ. მალე ხო ვისწავლე ისე ხუნოგვიცაში. როგორც ჩანს, კარგად ავუღიალო. მე რო გითხრათ, უკვე პროფესიონალი ვისრიალებს რომ მოგატყუებთ, მაგრამ უკვე ისე ვარ, რომ აი ფლოუ რა თქმა უნდა. ჩემნაირად ვერ სრიალებს ჯერ, მაგრამ ელენე ვაღიარებ მართლა უკეთესად სრიალებს კი. მე ეგრევე ვერ სრიალებ პროცესში, მაგრამ იმასავე უკვე ფლოუ რა თქმა უნდა. აი, როდის ავაჩქარო, როდის შევანელო, საით მიუხვიო, რაღაცა ბოძს რო არ დავეჯახო და ეგეთ დონეზე ვისწავლე უკვე. და თან მალე ვისწავლე, ასე რომ კაი ინსტრუქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს თურმე. ესეც ჩვენი ნომერ პირველი აქტივობა. დავიწყეთ, მზად ხარ? დავლაშქროთ თან. დავაი. მოიცა რიც გაკეთებას ცდილობ ვერ გავიგე. ეს ესე უკან უნდა დავდო და ავდგე. მე ვადავები რამე არ მოიწევ ფოტო. ეგ სადნახევა. TikTok-ზე. TikTok-ზე დავხეო. ვერა. იცავ სრიალს მივაწვა ჯობია. ესე ჩვენი სუპერ დუპერ პირველი აქტივობა, რომელიც აუცილებლად პირველი უნდა ყოფილიყო. მე მგონი ნორმ გამოგვივიდა, ხო? აბა თქვენ შეაფასეთ ხალხო. ო, ჩემი აზრით დამწყებისთვის ნორმალურად გავომდის რა. ეხლა კი დადგა სნოუბორდის დრო. ოღონდ მარტო მე უნდა ვცადო და იმედია გამომივა და ძალიან მეშინია. ხო და მოკლედ.
მოვიდა. ელენეს მაგრაუ ბალეში ყო 3 წლის წინ ვცადე სნოუბორდზე დადგომა მე და აი ისე მერტულა 5 წამი ვერ დავდექი ფეხზე სუსახითვის რეალე და იმედი მაქვს რომ ელენეს ჩემზე უკეთესად გამოვა. ეს კი ჩვენი დამსახურებული გლინტვეინები ზამთარში ჩემი აზრით ყველაზე მაგარი სასმელია. პირველად ესე მაგრა რო ჩამოვედით დავიმსახურეთ ჯილდო რა. დიახ. გაგვიმარჯოს. მოკლედ გაგვიმარჯოს და აბა მე ვიცი. ნომერი მეორე ჩვენი აქტივობა. მეორე აქტივობა იქნება ელენეს სნოუბორდი ჩემი. დავაი წარმატებები. მოდი მომიჭახუნე წარმატებები. მეშინია. აუ სნოუბორდი სრიალი თუ გამოგივა, აი ძალიან გამიხარდება. სანები დავუძე. გამოგვა? ჩემი აზრით გამოგივა რას ნიშნავს ხა პროფესიონალურად ეგრევე ვერ გასრიალდები, მაგრამ ალღოს კარგად აუღებ ჩემი აზრით. ჩემი აზრით ვერ. აი ნუ გეშინია. მოგიხდა მაგრა, ნელა. მსუპორი. არა უშავს. მაინც მართლა ძალიან კარგად გამოგდის დასაწყისისთვის. ჰეი! ოჩა ძალიან მაგრა გამოგივიდა, ხო არ გადაო. ვაი მე როგორ დავარდა. არა უშავს, ეგ გარდაუვალია ელენე, ხო იცი ადრე თუ გვიან უეჭველი ხდება. აბა ადგომის ვარჯიშები ეხლა როგორ გასწავლეს? ძალიან კარგად გამოგდის მაინც. განძნელია, მაგრამ თან არ განძნელია რა, კაია რა. არ ვიცი, მაგრამ კაია. მოიცა ანუ რეკომენდაციას გასცემ რომ სნოუბორდი ცადო? საოცარია და საოცარი გოგოა. აი, პირველად გავარდა წარმოიდგინეთ 2 წავიდეთ მარტო. ხო, მაგრამ ჯერ ცოტა ხანი არას დავიწყე. ხოცა. მოკლედ, ძალიან კარგად ჩაიარა. ჩემო პირველმა მცდელობამ. მომეწონა, მაგრამ რთულია, ვაღიარებ. დავიღალე ცოტა. მოკლედ, ბაკურიაში თუ ჩამოხვალთ სნოუბორდის უეჭველი უნდა ცადოთ რა. ჩემგან რეკომენდაცია. всё, წავიდეთ. ნომერ მესამე აქტივობა არის ციგურების სრიალი, იცი? არა, პირველად უნდა ვცადო ეხლა დადგომა და იმედია ტვინის შეყევას არ მივიღებ. მე გადაგარჩენ გიო, აუცილებლად გადაგარჩენ. შენ რა ვიცი, შენ პირველად. მე პირველად გავარ, მაგრამ მე აუცილებლად გადავასწრებ ჩემ ქმარს. შენი იმედი მექნება აუცილებლად კი შეგეთ. ციგურები ჩევი არ ავდით. ჩავიცოთ ხო. ეხლა ნახეთ აგრა სალტოები ვაკეთო რა. ოი. თუ რა რაფია მაგას? სალტოები ტრიალები, ხა? ხო. всё, ჩავიცით. წავიდით, ცადოთ ეხლა რა გამოგივა ნახოთ აბა. აბა როგორ კარგად დადიხარ, კომფორტულია? კი, და. ძალიან გიხდება თვითონ ყოველდღიურადაც ხო არ ვიარო ეს. ძალიან გიხდება და რაღაც შავი ფერებში ზიხარ, აი საოცრად გიხდება. ელენე, ნახე რა მოგიტანე? აი, ჩემგან შე საჩუქარი. ავედით. ზურნალ არ დავარდეს ხო და. ოპა. ვაიმე. ოპა. ჰეი, მოიცა. ვერ მივდივარ. მადი. ისე. ვაიმე. კი, აი. ჰეი. შენ ანიჭიერი ყოფილი ხარ, როგორ შევიდო? მასწავლე როგორ შევიდი რა? აი ესე გავერძულად. გვერდ, ბიჭო, ესე დადეგი და გვერდზე ჰოპ, წადი. წავედი. წადი, აბა ვინ გაასწრებს? დავი.
კაია, მომაწექი ეგრე იქნება. რა შვიდი. ახ, ჩიმიშვინო. რა მოგივიდა ეს? არის ის არის ის რეალი რა. აი ხლა ამის გარეშე უნდა წამოვიდე. მე მგონი დღეისთვის ჩემი წვალება საკმარისია. წავედი ახლა დავაბრუნო. ელენე შემე თუ დამეყრდები მეც აუცილებლად დავარდები. ხო, მოგეთ რთულია რა, მაგრამ სახალისო იყო ელენეს აქცევის პურება. რომეწონა. გადავედით შემდეგ აქტივობაზე. წავედით. მინდა გითხრათ რომ ძალიან მომეწონა. კმაყოფილი ვარ და აუცილებლად კიდე დავდგები. წავედით. გამოვიცვალეთ. ჩემთვის ზედმეტად ძნელი იყო, მაგრამ მე ელენეს აქცევის პურება მომეწონა ძალიან. ზუსტად სიგურების გვერდით არის ციგები. შესაბამისად მომდევნო ნომერ 4 აქტივობა არის ციგიც რეალი. კი, ციგაზე ალბათ 2 წლის მერე არ ვზარვა რა. და ეხლა რამდენი წლის ხარ? 33 წლის, უნდა იკატაოს ციგაზე და მეც. ხო და მგონია რომ მაგრა გავერთობთ. ციგა ხა დიდად ეგეთი სპორტული აქტივობა კი არ არის. მაგრამ ძალიან კაია. დიდად ხილამური, მაგრამ გასართობად ჩემი აზრით ისეთი არა. მოკლედ წავით ეხლა ავარჩიოთ რამე ლამაზი ვარდისფერი ციგა, ხო? ოკეი, იყოს ვარდისფერი. ციგების ფერების არჩევა მე დამევალა, ხო და გიორგი რა გეგონა ეხლა რომ რამე მამაკაცურ და კაცურ ფერს აგერჩევდი, აი ეს იქნება გიორგის. აბა ეხლა უნდა მეთქვა ძალიან არ გამწიროთ, ხო და ნახეთ რას ვირჩევს რა. კი, ხა ძალიან ლამაზია. მოკლედ ეს იყოს გიორგისთვის. და ჩემთვის ავიღოთ ეს. ჩემთვის იასამნისფერი და ჩემთვის არის ვარდისფერი, კი, ცისფერში. პონი. კარგია, კი. პონიანი ციგა იყო. აქ ნახე სნოუბორდი ახატია. всё, ესეც ჩემთვის. всё. დავით. მადლობა ელენე. რამე ძირითადი საბაზის რჩევები მოგვეცით რა ვარ დავილეწოთ. გაზი, ტორმუზი? გაზი არა აქვს. გაზი. მარტო მუხრუჭი აქვს. კი, რამდენ ძრავიანია ძმა? აი, ვიხუმრე, განა სპეციალური, ვიხუმრე რა. გაზი, კითხა რა, გაზი სადა აქვს. ოკეი, კაი, წავედი. წავით, მალე მოგიტანთ, აბა. გამაგარი ციგა მაქვს. იმედია ხალხი არ დამიჯდა. ძალიან გიხდება გიო ეს ციგა. ხო. მასა გამისვალე რა. აუ, ისე ძალიან გიხდება, რომ აი არ ვიცი. ეს სიცხვილია, რა ვარდის ფერი? სიცხვილია, ძალიან გიხდება. ხო არ ვარ. თან შავები რო გაცვია, შავზე ვარდისფერი, აი გაკვდება. ხალხდება ხალხო. შენ აღარ არჩევ მთელი ვლოგის განმავლობაში. ავარჩევ. ძალიან დიდი მთა გვაქვს, ეხლა დასალაშქრი. აქედან ჩავიდეთ. შენი ვარდი. გაზს უნდა მივადგას წამოვიდე. აი. აქ უნდა ჩავიდე. გაზს უნდა ჩავაჭიროთ ბოლომდე გავაწურიდე. ესეც ჩემი. წავედით, აბა მზად ხარ? მოისამოის ჩემ პატარა ჯერ არ დაждდე. თოვლიანი იყო და გაგიცი. საყვარელი. აბა, ძალიან პატარა. გაზ ძალიან არ მისცე რა გაზ და ცოტა ფრთხილადი არა. აი, საჭე მოვირგე. დავაი. დავაი დრიფტები. დავაი გადავრთე სიჩქარეში მოვდივარ. წავდრიფტო. მიდი აბა. ვერ მოვაცურე კარგად. მოგაწვევი, მიდი. ცოტა მოწოვა მჭირდება. აბა, წავიდა. ვიუ. კი, ხო არ გაშინია. აწყვეტილი მიუფრინავ ბოლოს სიჩქარი. პირველი ჩასვლა ისე მოგვეწონა, რომ ეხლა კიდე მივდივართ. წავედით? შევეჯი bro. დავაი, ვინ გაასწრებს? ინგათ, მოიწ. ერთი, თი. გავიდა. აუ, რატო მასწრებს? დაწინაურდა გიორგი. აუ, რატო გამასწრო?
გოგამასწორი. გიორგი! და გამარჯვებულია გიორგი. რაში რა დაიწყეთ? გამასწრო რა. გიორგი! გოგოს არ იცი რა უნდა დაუთმო? აი დამცინეთ ვარდისფერ პონიზე და ნახეთ რა სტრაფი აღმოჩნდა. მოკლედ გავანადგურე ცოლი, ისე გავასწარი. ვაღიარებ გილოცავ გამარჯვებას გილოცავ. ყოჩახ. მოკლედ კი ვარ ცოტა შეუფერებელი ხალხი. ამ ხელები ახლა სიგაზაროს სრელებ და ირგვლივ ყველა პატარები არიან. მაგრამ არა უშოს ძალიან გავერთეთ მართლა. აქ მეგობრებთან აი ბევრნი, აი ძალიან კაი იქნებოდა რა. ხო, მოკლედ თუ ჩამოხვალთ ჩემი აზრით და ჩვენგან დიდი რეკომენდაციაა რომ ცადოთ ციგები. კი ბატონო. შესაძლოა ჩვენი მეოთხე და ეხლა წავედით მეხუთე სტროა. ნომერ მეხუთე აქტივობა არის ტობოგანი. და სანამ გაჩვენებთ როგორია, მოვედით ახლა Skyline-თან. გზად. ანუ გზად უნდა გაიაროთ Skyline-ი რო ახვიდეთ ტობოგანში. ხო და რა თქმა უნდა, შევალთ ახლა და გემრიელად წავიხემსებთ. ხო, ესე გემრიელ და ლამაზ ადგილს ვერ აულიდით. თუ ერთად ჯერ წავიხემსებთ და მე რეალოს ტობოგანს. დავით. ვაიმე ხოჭაღ მამიკო. აიმე როგორ დი. მოვიდა. მადლობა. ეს რა სიგიჟე მოვიდა? კარგვიძია. შეაგიო? ეს აფუჭის ჭამით და ცოცხლ ბურგერები აი გიორგი მომეციონა ხა. შენ მამიკო. არა. ანუ ტობოგანამდე გემრიელად რო არ გეჭამა, ისე არ გამოდიოდა ხა? აი ელენე რას ჩვენ ვისრიალეთ, ხომ გჭირდება ენერგია აღდგენა. კი ბატონო. აი შენ მამიკო შენი სუფრა. აბა სექტები. მოკლედ Skylines უდიდესი რეკომენდაცია ჩვენგან ზაფხულშიც ზუსტად ეს ბურგერი ვჭამე და ეხლა ვამეორებთ, იმიტომ რომ საოცრად გემრიელია. ჯერ ხო ხედი მაგარია, ეხლა ისეთი ფოტოები გადავიღე რომ გაგიჟება შეიძლება. მე გემრიელად ჭამ და მოკლედ ძალიან გვიყვარს მე და გიორგის. ესეც K-pops. ბობო მოგეჭონა. აჰაჰაჰა. კაია. ამოიხარა უნდა გადავიდე. აი ორი მამაშვილი, ორი მჭამელები. საოცარი ბურგერია. მოკლედ რო ამოხვალთ ერთი საბაქიროთი, აი აქ. ეხლა უნდა გადახვიდეთ მეორე საბაქიროზე, რომ ახვიდეთ ტობოგანზე. დავით, გიო არ მელოდება. გიო! ხო არ გეშინია. არა, უკვე ხო ვიჯექი მე ზაფხულში. უკვე პროფესიონალი ვარ, აქ დღეს რა ჩავადგანა. აი, აქ უნდა გადმოხვიდე თან არის ღია კანატკა და ღია კანატკა ყოველთვის უფრო მეტად მიყვარს. წავედით. ეს სანდროა გაიცანით. სანდრო. წავედით. აქ ეს შემოხვალთ. ერთად. მოდი პროფესიონალურად. ერთი, ორი. შევხვდით. წავედით. ეხლა განაცხად საოცარ. ერთი საბაგიროთი ამოდიხარ Skyline-ამდე და Skyline-თან მე მეორე საბაგიროთი ადიხარ უკვე ტობოგანს. ეს ჩამოვწიოთ თორე. კი მეტად. მაი. აი ხლა, ნახეთ უბრალოდ რა ხედები იშლება აქედან. ამას შეხედეთ უბრალოდ. ნახეთ რა სილამაზეა ამას შეხედეთ. ანუ იქ არის ზევით ტობოგანი. ტობოგანი რამდენი მეტრზეა? 2300 ზღვის დონიდან. წარმოიდგინე. აი აქ უნდა ავიდეთ. სულ ზევით როა. ზაფხულში კი გაჩვენთ, მაგრამ ეხლა ზამთარშიც. აი ულამაზესია აქაურობა ზამთარში, რავი, აი საოცარია რა. ზაფხულშიც ხო ძალიან ლამაზია, მაგრამ თოვლი ძალიან უფრო. აწია? აბა წავედი. ბაი. ეხლა ტობოგანი. ურა ხედია ხო არ გადაო, თებს გადახე. ეხლა ნახეთ რა საოცარი ხედი გაჩვენოთ. აუ ისე კარგად მახსოვს ზაფხულში ტობოგანი რო იარო, იცი? მზად ხარ გიო? კი. ეხლა თან ისე ვაპირებთ სიარულს,
რომ აქ დრონიც ყავს მოყვანილი, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი ყველა რაკურსით კარგად გადაიღოთ, რომ მიუფრი და 20,000-ით. აჰა. მე აქედან ისე ჩაჯდები, გაიკეთებ. ღვეც და კახვალ ესე. ტორმუზი როგორაა გამახსენია? ეს ხა ავდივარ. ხوارნერუილო. არა, მართლაც. ტორმუზი როგორაა გამახსენია? ამოვედი. ხო, მოვაწვევია, გამარჯობა და წავედით. აიმე, რა სილამაზეა. ეხლა ცოტა საშიშია. ვაიმე. ტორმუზი საერთოდ არ მიხმარია. ტორმუზი საერთოდ არ მიხმარია, ისე ჩამოვედი. სანკაი. დანაიდია სად არის? ეხლა განახეთ. აი, გარიგია. არიკა! უმაგრესი იყო გიოს ჩამოვასწარი და ეხლა გია წამოვა. წესით ძალიან მალე. გია მოგეწონა? ძალიან. მე ტორმუზი არ მიხმარია, იხმარე? კი, აი სულ ტორმუზის garaში არ გამომივიდა, მაგრამ ბევრად ჩქარა ჩამოვდიოდი, ვიდრე ზაფხულში რა. მოკლედ ძალიან მაგარია ხა? ჩემი ყვირილი არ გესმოდა? არა. ამ ეს აქტივობა ჩემი აზრით გამოსატოვებელი არ არის ბაკურიანში რა. დავით ახლა. ამოდი. ტობოგანიდანაც შეგიძლიათ სრიალი, ეს არის მე მგონი მეორე ტრასა. ჩვენ ჯერ აქედან არ გვიცდია და ჯერ მაგლეველზე არ ვართ ჩვენ რომ აქედან დავიშვათ. ხო. მაგრამ ესეც რო იცოდეთ, უკვე ძლიერები ხართ სრიალში, აქედანაც შეგიძლიათ და რაც შეეხება ტოპ 6-ე აქტივობა, ეს არის საქანელა ხალხო. ეს ისაქანელაა, შენ რო კიდე გამტერიენ დაიწყე ხო ზაფხულში ჩამომიშვი და კიდევ რო ყვირო. მართლა ეგ არის და არც ახლა არ ვაპირებ დაწვომას. მეორე შეცდომას აღარ დავუშვებ. მე ყოველთვის ზაფხულში რო ვიჭექი. ხო და რადგან ადრენალინის მოყვარული დიდად არც მე არ ვარ. ელენეს შეფასებებიდან გამომდინარე, ცოტა მეშინია აქ და მაგრამ ეს იმ ხალხისთვის არის ძალიან კარგი, ვისაც პირიქით მოწონს ესეთი მძაფრი შეგრძნებები, ასე რომ ტოპ აქტივობებში ვსვავთ, რადგან ძალიან კარგად აფასებს ყველა, მაგრამ ჩვენი არ არის რა. მოკლედ საქანელას მეგაყოფლობით დაგიწოვებთ, მაგრამ დანარჩენი რაც გავაკეთეთ, ჩემი აზრით ეგენი უეჭველი უნდა ცადოთ, იმიტომ რომ ეგენი ძალიან საშიში არ არის ისეთი რომ ანუ არც საშიში, ანუ არც ეს არ არის ძალიან საშიში, მაგრამ აი ჩვენთვის არის რა მე და გიორგისი არა. ჩემს იმიტომ რომ მე ზოგადად სიმაღლის შიში მაგ და ეს ზევით რო ადის, აი არაფერი არ ჩანს, შეგრძნება გაკრო ცაში ხარ გამოკიდებული მართლა და ჩემთვის ეგ ძალიან ის არის რა. მოკლედ აუცილებლად ჩემი აზრით აღმოჩნდებით ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან მოგეწონებათ და მე და გიორგისნაირები კიდე დანარჩენი 9 აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ კრისტალში. კი ბატონო. დავით, ახლა მომდევნო სტროა. ნომერ 7 აქტივობა არის ხალხური მასაჟი. ახლა ხო წარმოგიდგენიათ, რამხელა სიამონება გველოდება წინ. გიო იკეთებს? გარემოც იდეალურია, დამსამშვიდებელი სანთლები. კლიტა მივაძინეთ. მე ვიკეთებ ტიბეტურ სამკურნალოს, ცოტა ზურგის გადაჭიმულობა მაწუხებს ეს ბოლო პერიოდიდან, რომ გავხსნათ ეს ტრიგერები და ტკივილები და მოეშვა. ეს მაგას. მე ვიკეთებ სარელაქსაციას და ასევე რამდენიმე დღის წინ გავიკეთე სახის მასაჟი. ჯერმანი დე კაპუჩინის პროდუქცია და ძალიან მომეწონა. ისე დამიტენინა და გადამიპრიალა ეს სახე, რომ ეგეც მინდა და ეხლა ორივეს გავკეთებ. ასე რომ დავიწყეთ. კი, მე მზად ვარ, შეგვიძლია მე დავუძახოთ. ეხლა მოვიშვებით და მივიძინებთ. დავიწყეთ. თბილისში ვერ ვახერხებ ხოლმე მასაჟის გაკეთებას. ხან ავიწნება, ხან ვერ ვიცლიო ეს ის და აქ რო ჩამოდია დასასვენებლად ერთხელ ორჯერ კი არა, მაგრამ მთელი კურსი უნდა ჩაიტარო და სამაგიეროდ ვერ მთელი წელი მიყვება ის შედეგი რა. მინდა გითხრათ, რომ ვინც ჩამოდიხართ ბაკურიაში კრისტალში და მასაჟს არ იკეთებთ,
ძალიან ბევრს კარგავს. მე დავამთავრე ხალხურ ჩემი პროცედურა და ის საოცარი შედეგი მაქვს თქვა როგორც იხარით რამდენიმე დღის წინ გავიქცე პირველად ეთქვა მეორედ და მაიაც ეს ვინც მას ეს მიგეთებს საოცარი ქალია თვითონაც მეუბნებოდა რომ აი გადაჭიმულობა საერთოდ აღარ გაქვს რომ პირველად რომ გამიკეთა იმდენად გამიხსნა ყველაფერი და მომიტუნდა რა მთელი ზურგი რომ მართლა ძალიან მაგარი შედეგი მაქვს მოკლედ და ფონდია ჩემი ულამაზესი ცოლიც ყავს ბალებზე ეს ბამბებიც კი ყველაფერი ან რა ბროკოლის საყურე უკეთია ან რა კელსაბამი უკეთია ნამდვილი ორიგინალი ბროკოლის საყურე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც რეკომენდაციისთვის რომ თუ ჩამოხვალთ კრისტალში სპაშიც მასაჟის ამბები შემოიარეთ ძალიან სიამოვნო მე-7 აქტივობა არის ყველაზე სასიამოვნო აქტივობა ჩემი აზრით. მე ახლა დავასრულებ გემრიელად და ტკბილად ამ ჩემ პროცედურას და შევხვდებით ნომერ მერვე აქტივობას. მერვე აქტივობა არის აუზი და საუნა. მე სამწუხარო ჩორტი დამრჩა, მაგრამ ჩემს მაგივრად ლიტა და ელენა იჭყუპავენ. კიდე აუზე? დავედით. ვეცე კუბალი კი აცხვია აჰა. ვამა ლოგო ლუხდება უღიპუჩუნებიო. დავედით, ეხლა ვაცურავთ იქით. ბომბათი უნდა ჩახტე ეგრევე? ეგრევე. ბომბები უნდა გააკეთო? ძალიან მაგრამ ჩურს შენი რა. გარეთ გაიხედავ თოვლია, ცივა, რაღაც ზამთარია და თბილად აუზში ცურავობა, აი ნახე ლიტა როგორი. დედა გინდა წყალში კი. დავედით. დამო. ანუ ეგ თოვლი გარეთ აკეთავს. აბა სადმოვიდით მამუკო? ეტა. დაბა. სადმოვიდით? ჩავიდე. აბა. მიდი? დადა. მოწონს. კილები დაიწყო პანიკი. დონდონი კიდო. მამუკო მოგწონს, ჰა? ხოცა. მამუკო დაგასვლა, სულ დაგასვლა, დედიკო. მიდი წყუმპალავე. ხოცა. ნახე, ლიტა ვაჭყუპალავე და ჩემი დროაო, შეხედეთ. კაია არა, მარტო ცურავობა. კი, ბავშვის ხელში წერა და მეორე ხელით კამერით გადაღებაც კარგია. ძალიან კაი იყო. აი უზომოდ ვისიამოვნე. დავიდი ახლა ნომერში. ნომერ 9 ტოპ აქტივობა არის ხალხო ბილიარდი. კრისტალში გააკეთეს ახლა ხანს გრაუნდ ბარი და ამ გრაუნდ ბარში დამატებულია ბილიარდიც და ეხლა ჩვენ შემოვთავაზებთ ძალიან ძლიერ თამაშს. მართალია, კარგად ვერ თამაშობ, მაგრამ ვეცდები, რომ ქმრისთვის ძლიერი კონკურენტი ვიყო. ხო, კარგად ვერც მე ვერ თამაშობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენზე კარგად თამაშობ. ნახოთ ეს ამბიციური ბიჭი. წყნარი საღამოსთვის განსატვირთად და გასართობად ჩემი აზრით იდეალურია ბილიარდის თამაში ესე სიმშვიდეში. რამე გემრიელი კოქტეილი, მუსიკა და ეგრე რა. კაი საღამო გარანტირებული. და ვიწყებთ ახლა თამაში. მინდი გავხსნათ. всё, გაიხსნა თამაში? დაშლი თუ დავშავო? შენ. დავა არ ყოფნის ხო? მაგითო. მე აგეთ უალკოჰოლ, ისა უალკოჰოლო სასმლით. გიორგის დავათრო და მე რა თქმა უნდა მოვუგებ. ლიმონადით გინდაგეთ. ხო. კაი, დავიწყოთ ელენის განადგურებ. როდესარი. გიო, ოჩა. მოდი, შეინჯერია. მე. აი, ვაუ. ეგ დათქვა მასწავლე მე რა. როგორ გამოგივიდა მასწავლე რა ეგ დათქვა. ეს ცოტა რთული პოზიციაა, შეიძლება ვერ ჩავალო.
წადა დამაკლა. არა უშის. მეირა. მიცა კაია. აი მიდი. ცოტა დაგაკლდა. ანუ ვერ თამაშობ რა. კაი, არა უშის. ვაუ, აი ეს ბურთი ჩააგდა კინაღა. აი ისიც კინაღამ ჩავაგდა. აჰა, გავიმეორეთ, მეორე იგივე. ჰეჰე. დაფიქსირებულია ელენე. თეთრის ჩაყვა. თეთრიც გაყვა, მაგრამ არა. კაი. კაი. აი ზუსტად ორი ბურთი დამრჩა და ელენეს წვალებას მოეღება ბოლო. გიორგის დარჩა მხოლოდ ერთი ბურთი და მე დამრჩა ძალიან ბევრი. დაგიგონა აბა. რა კარგად ჩააგდე. ეს მარტივად დიდო. მოხდი. ვერც მოვარ. მოვა. კიდე კაი. ძალიან გავიმარტივე, ახლა პროსტა შორს დევს ბურთი, აქ მამიდა დამჭირდება ულიჭველი. სად არის მამიდა? მამიდა სიდედრი, ხო? მამიდა სიდედრი. ეგარ. გილოცავ, ეხლა შავი დაგჭა. ეს შავი ცოტა ცუდად მინდოს, მაგრამ მომიცავე გადაწევა აბა. ბანძა წავაგე გიორგი რა. ჯერ არ წაგიგია. მენი გააქშენს ჯერ კიდე. აი თამაში იყო ელენე. და good night. ავაგე. გილოცავ გამარჯვებას. ძალიან კაი იყავი მართლა. გილოცავ. ყოიცა. მოკლედ მეცხრე აქტივობაც ძალიან მოგვეწონა მე და გიორგის და მე მგონი კარგად გავერთეთ, ხო? კი. სანამ აქვთ ეს დღეები კიდე ჩამოვიდეთ ხოლმე და ვივარჯიშოთ. დაგვრჩა მე-10 აქტივობა და ჩემი ფავორიტი და ყველაზე საყვარელი აქტივობა თუ გამოიცნობთ აბა რომელია? და თან არც შორს არ მივდივართ, ანუ აი აქ უნდა გადავიდეთ ორი ფეხის ნაბიჯზე. პრინციპში რაღაც დოზის დაჟე დაწყებული გქონდა ეგ აქტივობა ხო? ცოტა მე ვერ ბოლომდე, მაგრამ აი გიორგი კარგად ირგევს მაგ მე-10 აქტივობას და ეს არის ხალხო დალე. აჰა. ბაკურიას ისე უხდება თოვს სიცივეს რა არის. თან გრაუნდ ბარში უგემრიელეს კოქტეილებს აკეთებენ. მე უალკოჰოლოები დავაგემოვნე და მომეწონა და მე აუცილებლად ალკოჰოლითაც გავსინჯა. და წავედით ახლა გადავინაცვლეთ და აბა. კი, ცოტა შევხურდით რა. კოქტეილების მაგივრად უკვე ცოტა რამე მაგარზე გადავიდეთ, ღამე აღარ არის დრო. ეს შენი ლიმონადი გავამართლე. მოიდი. ეს ჩვენი მე-10 აქტივობა მეგობრებო, ჩემი ფავორიტი, რომელიც არის დალე. ოღონდ ეს ხარჯა ის გარშე? ჩვენს გარშე არა ფერიკები. აქ ლიტაც როლერი აქ. მამა გადმოხედა. მამაკო შენ ეს რა? გადაგიბირეს შენს მამა? დავაი, მარიამმა მომცა პირობა, რომ დღეს გიორგის დაათრობს. აუცილებლად. დიახ. სიამოვნებთ აქეთ მაგისთვის არა. აი ძალიან ხო. გრონი იდონტი მარიამს და შენი ალკოჰოლო მახით. დავიწყეთ. ეს ჩემია. გაგუმერჯოს. ფარმეს გაუმარჯოს. მადლობაც გაუ. ჩემი ძალიან გემრიელია. გაგიმარჯოთ ხალხო. გადავედით მძიმეზე? მოვაყაროთ ტექნიკები. აქ რამზადდება. ნადა როგორ მოყვება? ნეტა იცოდეთ. კაი, გახურება გვეყო, გადავედით ახლა ტექნიკებზე. დავაი. აბა ის მინდა რა, იქ უფრო ბევრი ასხია. აბა თქვენი მეგობრებო. ხედავა რა. დავაი. Cheers. ჰუა! აი ხალხო, ეს ჩვენი ვლოგის გრადუსიანი დასასრული და თითო კიდე გავიმეორე რა. ძალიან კაია.